ფრუსტრაცია და დათრგუნვა. რა განსხვავებაა ამ ორ შორის? ეხლა დათრგუნვა საერთოდ არის საკმაოდ ისეთი მოვლენა, გაუცნობიერებელი ხშირად. ადამიანი ზოგჯერ ისეა დათრგუნული, რომ ამის შესახებ არ იცის. პირიქით შესაძლოა გამოხატავდეს საპირისპიროს და სწამდეს საპირისპირო და რაც უფრო მეტად მტკიცებითში გადადის ის, რომ ის არის თავისუფალი და ასე ვთქვათ, არის ლაღი და უკომპლექსო და ასეთი და ისეთი, უფრო მეტად ჩნდება იმის საფუძველი, რომ ვიფიქროთ, რომ ხომ არ არის დათრგუნული. ეს საერთოდ დათრგუნვა არის ძალიან ესეთი არა ჯანსაღი მდგომარეობა და ადამიანები გაუცნობიერებლად ასევე თრგუნავენ ხოლმე ერთმანეთს, განსაკუთრებით ბავშვებს. ჩვენ კულტურაში სამწუხაროდ ეს გვახასიათებს და დათრგუნვის გზები ძალიან გავს, აი მე ჩავწერე ვიდეო კასტრაციაზე და აი ამ კასტრაციის რეალურად შედეგი რაც არის, იმიტომ ფიზიკური კასტრაცია ხო აღარ ხდება და ფსიქოემოციური კასტრაციის შედეგი არის, რომ ადამიანი არის დათრგუნული შინაგანად. ხა რას ნიშნავს ეს ხო? რომ აღარ ეხალისება, აღარ აინტერესებს, ჩამკვდარია, თქვათ, განვითარების ზრდის, უკეთესობის სურვილი. მაინდა-მაინც, თქვათ, სქესობრივი მიზიდულობა აღარ არის მოცემული მიუხედავად ფიზიოლოგიური ჯანმრთელობისა. კიდევ შესაძლოა კონტაქტში შესვლა აღარ სურს და ბევრი რამ არის რა, დათრგუნვის სიმპტომატიკა. და დათრგუნვა ძალიან ბევრ რამეს შეუძლია გამოიწვიოს ესე გაუცნობიერებლად რა ადამიანის დათრგუნვა და ეხა ერთ-ერთს გავიხსენებ, რაც თვითონ ფსიქოთერაპიას ეხება და ფსიქოთერაპიულ გამოცდილებებს და აი ნახეთ ხანდახან გაუცნობიერებლად, უნებლიეთ თუ სხვადასხვა მიზეზით ადამიანმა შეიძლება დათრგუნვა იგრძნოს იქიდან, რომ პირობითად დადის თერაპიაზე. ან თერაპიის დროს, ან არ ვიცი, ფსიქიატრთან ვიზიტის დროს აღიქვას, რომ რაღაცა სჭირს და აი ამ მე რაღაცა მჭირს და ისე ითრგუნება და ასე შემდეგ და ეს არის ზუსტად ის პარალელური პროცესი, რომელიც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება თერაპევტისგან და თვითონ კლიენტისგანაც და რომელიც იმეორებს იმ დიდი ალბათობით იმ ტრავმატულ გამოცდილებას, რაც იყო ბავშვობაში და ბავშვობაში ხა დათრგუნვა როგორ გამოიყურებოდა. ყველაზე მეტად რითი ითრგუნება ხოლმე ადამიანი. ერთ-ერთი გავრცელებული ვარიანტი არის, რომ აი სხვებთან შეადარებენ ხოლმე მას და აი სხვები კარგები არიან, შენ ცუდი ხარ. ესე მოკლედ რო გითხრათ რა. აი ნახე შენი კლასელები ან შენი მეზობელი ან შენი დები თუ ძმები თუ ნათესავები როგორ იქცევიან და რანაირები არიან და შენ კიდევ და მე რაღაცა გრძელდება. ეს არის დათრგუნვა ადამიანის. ან შეიძლება ესე იყოს, რომ მე შენ ხელა რო ვიყავი, ესე და ესე ვიყავი და ამას და ამას ვაკეთებდი და გვავიწყდება რა, იცით, რომ უფროსები ერთმანეთს რო ველაპარაკებით, შეიძლება გამოგიცდიათ, რომ ცოტა არ იყოს შეაყარე კედელს ცერცვი არის ხოლმე ხშირად. ხშირად ერთმანეთს შეიძლება კარგი რჩევები მივცეთ, რაღაცა არ ვიცი, გაუზიაროთ ჩვენი ხედვები, მაგრამ გაიხედავ და ხედავ, რომ ადამიანი შუშის თვალებით გიყურებს და არც კი გისმენს შეიძლება. და ეს დამცველობითი არის ჩართული, რა თქმა უნდა, ზოგჯერ ძალიან ხელის შემშლელი, იმიტომ შეიძლება ძალიან სწორ რაღაცას გეუბნებიან გარედან, მაგრამ შენ აფარებული გაქვს რაღაც აბჯარი. თუმცა, დამცველობიდან გამომდინარე მოდის ეს, იმიტომ რომ ბავშვობაში როგორ ჩანს, თუ ძალიან დიდი დოზა იყო ამ შეგონებებისა და მითითებებისა, აიფარა ადამიანმა რაღაცა ფარი, იმიტომ რომ ზედმეტი მოუვიდათ გარემოდან. მაგრამ სანამ ფარს აიფარებდა, სამწუხაროდ ძალიან ბევრი ესეთი ინფორმაცია შემოვიდა და ჩაჯდა ადამიანის ფსიქიკაში, ზოგიერთი გაუცნობიერებლად. არის აქ რაღაცა სხვადასხვა ნეგატიური განცდები, რაც ამ დათრგუნვას მოყვება, ხო? რომ აი მაგალითად ჩვენი ოჯახის სირცხვილი ხარ, ეს შეიძლება უთხრან ბავშვს და ეს თუ ჩაჯდა ეს ინფორმაცია ძალიან ტკივნეულად ამოვა უკან. სამწუხაროდ იციან ხოლმე, აი ძალიან სასაცილო რაღაცაზე შეიძლება, რომ გაუცნობიერებლად უფროსებმა ესეთი რამ უთხრან, აი მაგალითად ჭიქა გატეხა შეიძლება, ან ვაზა. და ამას მოყვა ამოფრქვევა ემოციებისა მშობლების მხრიდან, იმიტომ რომ შეკავებული ჰქონდათ იქამდე და ცდილობდნენ რომ წმინდანები ყოფილიყვნენ, ესეთი ტენდენციაც არსებობს და პირდაპირ მიაჯახეს ახლა ეს ამოფრქვეული გადამეტებული ინფორმაცია, რომელიც რა თქმა უნდა სისულელია, მაგრამ პატარა ასაკში ძალიან სერიოზულად განიცდება ის, რასაც მშობლები ამბობენ და ამას მშობლები ვერ ხვდებიან ხოლმე.
გონიათ რომ რაღაცას ვამბობ ხა ჩემმა შვილმა იცის რომ მე მიყვარს და რომ ვეუბნები რომ ესე თუ მოიქცევი მე დედა შენი აღარ ვიქნები მე მამა შენი აღარ ვიქნები ხა იმან კარგად იცის რომ მე ამას სერიოზულად არ ვამბობ არ იცის მეგობრებო არ იცის ძალიან სერიოზულად იღებს და საერთოდ ბავშვს არ ძალუც რომ ორი შინაარსი ერთად ჩაიტიოს ეს დიდებს შეგვიძლია რომ ამბივალენტურები ვიყოთ და პატარა ასაკში პირდაპირ მოდის ინფორმაცია და ერთია ხოლმე ამიტომ თუ დააკვირდებით პატარა ბავშვებს საკმაოდ შავთეთრი აზროვნება აქვთ და ესეც უნდა იყოს. დედა კარგია, მამა კარგია, ვინც დედას ეჩხუბება ცუდია, უპირობოდ, არ ჭირდება ახსნა განმარტება და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ ძალიან საფრთხილოა რა, აი რაღაცნაირად საკუთარი ბავშვობის გახსენება ალბათ არის ყველაზე კაი გასაღები ბავშვთან ურთიერთობის. ნუ ეს დათქმულს რაც შეეხება, მაგრამ მეორეს მხრივ არის კიდე მეორე მხარე, ფრუსტრაცია. პირველი ეგ დავწერე, ნახეთ, რომელიც ძალიან საჭირო და აუცილებელი ხელსაწყოარი ბავშვის ცხოვრებაში. და დიდების ცხოვრებაშიც და გამაჯანსაღებელი და განმავითარებელია. ეხლა რა არის ფრუსტრაცია და რა განსხვავებაა დათრგუნვასა და ფრუსტრაციას შორის, ხო? ფრუსტრაცია არის რეალობასთან შეხება, რა დროსაც ბავშვი აღიქვავს, რომ ყველაფერი რაც უნდა არ ექნება. და ესეა, ეს არის რეალობა, ყველაფერი რაც მე მინდა ვერ მექნება და არ მექნება, სამყარო არ არის ეგეთი ყოვლის მომტანი ადამიანისთვის, რომ მისი ნებისმიერი სურვილი იქნას ასრულებული, რის ილუზიასაც სამწუხაროდ ზოგჯერ მშობლები ბავშვს უქმნიან. არის ეგეთი მიდგომაც, მოდი მე ხა გავანებივრებ და უარს არაფერზე არ ვეტყვი და თუ ერთი მხარე არის რომ მშობელი თავისას ანთხევს და ფეხებზე კიდი არა დაანთხია ბავშვს გაუცნობიერებლად რა თქმა უნდა მეორე მხარე არის ხოლმე რომ მშობელი უფრთხილდება ბავშვს ზედმეტად და უქმნის მას რაღაც ხელოვნურ გარემოს რომელშიც ფრუსტრაცია თითქმის არ არის და ეხლა ასეთ ბავშვს რა გამოწვევები უდგება ცხოვრებაში რომ ნუ მშობელი თუ ძალიან ძლიერია და ესეც ხდება ზოგჯერ რომ არის ფინანსურად ძლიერი კარიერულად წარმატებული პიროვნულადაც ძალიან ძლიერი და მას შეუძლია რომ ძალიან დიდხანს გადაწელოს ეს ბუშტი თავისი შვილის ცხოვრებაში. ნუ აი რა ვიცი, სკოლა დაამთავრებინა, მისაღებში მიაღებინა, ბინა აყიდინა, სამსახურში მოაწყო, რაღაცა არ ვიცი, ცოლი შეერთო, თუ ქმარი აურჩია, სამოგზაუროდ გაუშვა, რაც ისურვა ყველაფერი აუსრულა, ეს გააკეთა და მერე არის ხოლმე სიტუაცია, რომ ეს შვილი არის უცებ დეპრესიაში და ეს მშობელი ესე ამბობს, რა დაგაკელი, რა ყველაფერი შეგისრულე, შენ ყველა სურვილზე ცეკვავდი, რა დეპრესია და შენ ხარ უმადური და აი ძალიან დიდი ის მოდის ხოლმე რა, საკმაოდ დიდი იმედგაცრუება შვილით, რომ აი ყველაფერი აუსრულე და პრობლემა ზუსტად მანდ არის, რომ ყველაფერი აუსრულე. ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ასეთ დროს შეჭრილია მშობლის ლიბიდო, შვილის ლიბიდოში, ანუ შვილის გზით იკმაყოფილებს თავის ლიბიდოს და ის საერთოდ გამქრალია, ოღონდ ეს არ ცნობიერდება. ნახე, მშობელს უნდა რომ შვილს ყავდეს კარგი მანქანა, მშობელს უნდა რომ შვილს ჰქონდეს კარგი ბინა, მშობელს უნდა რომ შვილს ჰქონდეს კარგი კარიერა, მშობელს უნდა ეს, მშობელს უნდა ის და ამ დროს შვილს რა უნდა? ეგ გრამაფონშია. ვერც კი გძნობს უკვე რა უნდა, იმიტომ რომ დედამ და მამამ უკეთ იციან. ნახე და ამ შემთხვევაში ფრუსტრაციები არ დგება, ხო? მაგრამ ერთი ძალიან დიდი ფრუსტრაცია არის მოსალოდნელი, სამომავლოდ, სადაც ნელ-ნელა მაინც გამოირკვევა საწავა, რომ ეს არ არის ის და მისი მშობელი ერთნი არ არიან. ეს სიტყვა საერთოდ მე და ჩემი შვილი ერთნი ვართ, ჩვენ ერთი და იგივე ვართ, ხო? ეს ახასიათებთ ხოლმე ასეთი ტიპის მშობლებს, რომ ესე დაინახონ და არ არის ეგრე, შვილი არის სხვა. დედა არის სხვა და მამა. მაგრამ ნუ იშვიათად ცნობიერდება ესე თავისით რა. ისიც არ ცნობიერდება ერთნი ვართ. ნუ ხანდახან იტყვიან ამას, მაგრამ არ ცნობიერდება ხოლმე და ეს მიდის საკმაოდ დიდი ბომბის ჩადება გაუცნობიერებლად ცხოვრებაში, რომელიც როდის აფეთქდება, არავინ არ იცის, ხო? და ამისი საწინააღმდეგო და კარგი პრევენცია არის, როდესაც კი ბავშვობაშიც ადამიანი იღებს არას და იღებს ფრუსტრაციებს. ეხლა რას გავს ეს? დათრგუნვა გავს, რომ აი ხერო წარმოიდგინოთ, რომ მოხვიდე და მოჭრა ძირში. ეს არის დათრგუნვა. მერე აქ ხე, ვინაიდან ცოცხალი არსებაა და ფესვები აქვს, ხო? არის ალბათობა მაღალი, რომ ამოიყრის ახალ ნერგებს. საბედნიეროდ ადამიანის შემთხვევაშიც არის ესე. თუ ძალიან დათრგუნულია, ეგ არ ნიშნავს, რომ ის ახალ ტოტს ვერ ამოიტანს, ამოიტანს. თერაპიით, ხარდამჭერი გარემოთი საკუთარ თავზე მუშაობით, ფესვები სანამ ცოცხალია და ჩვენი ფესვები რა არის, ხო, ვიცით, იდია.
და იდი არის უძლიერესი ნაწილი ადამიანში, ყველაზე დიდი ზომის ასევე მოგრძო ტვინი, რომელიც ფაქტიურად ხელშეუხებელია რა, იმას ვერაფერს ვერ უზავ, ისევე როგორც ხეს როცა ჭრიან, ძირში ჭრიან, თორე აბა მიდი ამოთხარე. იმიტომ ჭრიან ხეს, რომ ამოთხრა შეუძლებელია, იმ ხელაფესვებია იქ და მე ამოიყრის იქიდან. არ აუშავს რა, სულ არის ამის პოტენციალი და რა არის ახლა ფრუსტრაცია განსხვავებით დათრგუნვისგან, როდესაც ტოტს აჭრი. ეხლა გასხლის მიზნით ტოტებს ხშირად აჭრიან ხეებს და კიდე არის ხოლმე ესეთი პარადოქსი რა. სოფელში ვისაც გაქვთ ეზო და რა ვიცი შეხება გქონიათ, ძალიან ხშირად არის რომ სარეველა მცენარეს რომ ჭრით და ის ვითარდება და იზრდება. და ჩვენთვის სასურველ ხეს ან მცენარეს რაღაცა ხელშეუხებელობას უკეთებთ, ვრწყავთ, სასუქი შეგვაქვს, ვასხავთ რაღაცა ქიმიკატებს რომ გადარჩის ის და მაინც მოწყენილია და შეიძლება მოგდეს. ეს მე გამომიცდია რა, სანამ ვისწავლიდი მცენარების მოვლას. და რაც უფრო დავფოფინებთ ამ მცენარეს, მეტი ალბათობაა რომ გაფშიკავს ფეხებს და აი ეს ველური მცენარე ღობეში რომ თავისით ამოვიდა და თავს რო აჭრი ყოველ წელიწადს 10 მაგათ იყრის და გვერდზე ახალი ნერგები ამოყავს და ტოტები უსქელდება და ვარჯი უსქელდება და ნაყოფს უფრო მეტ სისხავს და ერთ ამბავშია რა, ნახეთ, ზუსტად ესე არის. ანუ გასხლა და ეს ხელის შეშლას დაში გარკვეული დოზით. ეს ხო ხელის შეშლაა, როცა ვაჭრი ტოტებს, ხო? ასტიმულირებს, რომ ახელს მიშლი, ეხა გაჩვენებ მე შენ როგორ გავიზდები და ეხა დაგანახებ მე როგორ განვითარდები, ნახეთ? ის მოაქვს რა, პროტესტის განცდა. და ზუსტად აი ეს არის, მშობელი გარკვეულწილად რომ ბარიერია და არა მეგობარი, როგორც ძალიან ბევრი მშობელი ამაყობს, რომ მე ჩემ შვილთან მეგობრობ და ჩვენ მეგობრები ვართ, დაქალები ვართ, ძმაკაცები ვართ, მესმის რომ დადებითი განწყობიდან აკეთებთ ამას და მესმის რომ ჩანაფიქრი არის ძალიან ისეთი კეთილი, რომ ვემეგობრები ჩემ შვილს, მაგრამ რეალურად მშობლის ის ნაწილიც ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია, სადაც კი არ ემეგობრება, არამედ ბარიერს უქმნის შვილს. არ ვიცი, ეუბნება უარს, აძლევს რაღაცა შენიშვნას, რაღაც ლიმიტებს უწესებს და საზღვრებს, აი მაგალითად პირობითად თქვათ ნემსი აქვს ბავშვს გასაკეთებელი, ხო? ეხლა თუ ბავშვმა იგრძნო რომ მშობელს აქვს მეგობრული დამოკიდებულება და ძალიან ნერვიულობს რომ არ აწყენინოს თავის შვილს და თუ შვილმა იტირა ეს კატასტროფად არის აღქმული, ამ შემთხვევაში იტირებს და გაფარჩხავს ფეხებს და ეცოდინება რომ ძალიან დიდი ისტერიკა თუ მოაწყო, შეიძლება მიაღწიოს იმას რომ ნემსი არ გაიკეთოს, არა და ნემსი საჭირო იყო. მისი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ თუ მშობელი კარგად აგრძნობინებს, რომ აქ საზღვარია, იცი, ეგრე არ გამოვა, რას ქვენ, ნემსი არ გაიკეთო. გეწყინება და გეწყინოს ცივწყალს დალევ. ნახე, ეს არის ჯანსაღი მდგომარეობა. მე მესმის, რომ არ გვინდა ჩვენ შვილებს ვაწყენინოთ, არც მე არ მინდა. მაგრამ რაღაცა სიტუაცია რეალურად მოითხოვს ტკივილს ადამიანისგან და ტკივილის გადატანას და ეს არის ზუსტად ფრუსტრაცია. ხო და აქ კი შეიძლება ფრუსტრაციაც იგრძნოს ადამიანმა, მაგრამ აქ სწავლობს, რომ რაღაცა ლიმიტები, რაღაცა საზღვრები არსებობს ცხოვრებაში, რომელთან შეხებაც მტკივნეულია, თუმცა განმავითარებელია. ამ შემთხვევაში პირდაპირ ის არის განვითარება, რომ პირობითად აცრას იკეთებს და იმუნიტეტი ექნება და დაცული იქნება. ამ პირობითად ძაღლმა უკბინა და ცოფზე არის ასაცრელი. ეს ესეა. ესეა სამყარო მოწყობილი. ეხლა მე ძაღლმა მიკბინა და ისტერიკაში ვარ, ნემსი არ მინდა და ირაციონალური შიშის გამო ნამდვილ შიშზე უარს ვამბობ და ვრისკავ სიცოცხლით, ხო? და ამას რომ მშობელი მე აქ ლიმიტს ვერ მისვავს. ის ჩემი მეგობარია, როგორ ფიქრობთ? ძალიან საეჭვია რომ მეგობარი იყოს, ესე ქვია ხოლმე, თორე უფრო რეალურად მან არის უმწიფარი ადამიანი, რომელსაც ეშინია, რომ ბავშვთან დაკარგავს აი ამ იმას შერწყმას. რომ ჩვენ ერთნი ვართ, ერთნი ვეღარ იქნება, იმიტომ რომ აწყენინა. და არა ვართ ერთნი. რაღაც მომენტში წყენა და ასე ვთქვათ, ლიმიტის დასმა ძალიან აუცილებელია და ამის მაგალითს კიდე მოგიყვანთ ახლა. ჩვენ ადრე გაგვიზიარა ერთ-ერთმა ტრენერმა. საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში ვსწავლობდი, მე არაჩვეულებრივი ინსტიტუტია და ყველას გირჩევთ, ვინც პროფესიულად აპირებთ, რომ ვთქვათ, გეშტალტ თერაპია ისწავლოთ. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მაგ ინსტიტუტში და უსაზღვროდ მადლიერი ვარ. ხო და მან ერთ-ერთმა ტრენერმა მოგვიყვა ასეთი ამბავი, რომ მოუყანეს გარდატეხის ასაკში მყოფი მგონი გოგონა, ან შეიძლება ბიჭი, მეგოგო მახსოვს, რომელსაც ჰქონდა კვების დარღვევა, არ ჭამდა. ხო და რამდენიმე სესია ჩაატარა და მერე გადაწყვიტა, რომ დაკვირვებოდა სადილობა როგორ მიმდინარეობს მათ ოჯახში.
და წაყვა ეს ჩვენი ტრენერი მიიწვიეს სახში, დაგეგმეს ეგეთი ექსპერიმენტი და სადილობის დროს დაჯდა ისიც მაგიდასთან და ეხლა რა დაინახა მან? შემოიტანეს, ეხლა ძალიან დიდარი ოჯახი ყოფილა, გაშალეს სუფრა მსახურებმა, დაალაგეს ეს კერძები, დედა და მამა იქვე სხედან და ეს არ ვიცით 16 წლის თუ 17 წლის დაახლოებით ესეთი თინეიჯერი ზის და ეხლა უთხრეს რომ ხომ არ გესიამოვნება შემწვარი ქათამი აჰა და მიაწოდეს და არა ამან უთხრა კარგი შვილო უკან გადმოდგეს მერე მიაწოდეს რაღაცა ხომ არ გესიამოვნება არ ვიცი ღორის შემწვარი მწვადი და ამან უთხრა არაო და უკან გადმოდგეს მერე კიდე რაღაცა შესთავაზეს მერე ბოლოს უთხრესო ტორტი ხომ არ გინდა ეს ხომ არ მინდა და ყველაფერი მიქონდათ უკან და თან ისხდნენ ესე იგი შეშინებული სახეებით რომ ვაიმე იმიტომ რომ იმიტომ მიიყვანეს თერაპიაზე, რომ უკვე ფიზიოლოგიურად ეტყობოდა ამას, რომ შიმშილობს, არ ჭამს. ანუ ეს უკვე მიდიოდა ანორექსიისკენ რა. ეს აღარ იყო უბრალოდ წუნია ბავშვი, რომელიც ზოგჯერ საჭმელს არ ჭამს და მაგიტომაც მიიყვანეს ჩემს ტრენერთან. ხო და ეს ტრენერი ზის ახლა და უყურებს. ხო და ხო ესე ჩანს, რომ ბავშვს აქვს სირთულე, რომ არ ჭამს. სირთულე ქონდათ მშობლებს. ხო და ეს ჩემი ტრენერი მიუტრიალდა და მიაწოდა ესეთებში, გადმოუღო საჭმელი, დაუდო და უთხრა: "ჭამე". აი ესე გაუკეთა. ხო, ნახეთ როგორი საზღვარი არის. და იმ ბავშვს რაღაც ესე მოუვიდა, იქ მშობლები დაპანიკდნენ და მუხლები აუკანკალდათ და ამან უთხრა: "ჭამე". აი ესე გაუკეთა რა და აიღო იმ ბავშვმა კოვზი და დაიწყო ჭამა. ეხლა რა არის აქ მორალი ამ ისტორიის რა, რომ ეს ხალხი ფობიურად იყო შეშინებული, რომ შულს არ აწყენინონ. და ვაიმე იმას გული არ ეტკინოს და არ დაფრუსტრირდეს და ჰაი და ზუსტად აი ამ მდგომარეობამ რომ ესე დაფოფინებდნენ და ვაიმე გული არ ეტკინოს და ვაიმე ეს მოწყვიტა ეს ბავშვი რეალობას. ძალიან მოწყვიტა. რეალობა არის ჩვენი საყრდენი. რომელიც ხან სასიამოვნოა, ხან უსიამოვნოა, ორივე არის. და როცა ორივესთან შეხება შემიძლია, საყრდენში ვგრძნობ თავს. იმიტომ რომ მანდ უკვე შემიძლია მომავალიც ესევე გავთვალო, რომ მომავალშიც იქნება რაღაცა სასიამოვნო, რაღაცა უსიამოვნო და კაი საყრდენია ეს ფსიქიკისთვის. და მე თუ ეხლა ესე მაქვს დაგეგმილი ჩემი ცხოვრება და აღქმული, რომ მხოლოდ უნდა ვისიამოვნო და მომავალშიც მხოლოდ სასიამოვნო რაღაცები უნდა იყოს, საყრდენი არა მაქვს და ესე ქარის წისქვილივით ესე ვტრიალებ აქეთ-იქით. ფსიქიკას აღარა აქვს აქ საყრდენი და ლიმიტის განცდა. ხო და ამიტომაც ფრუსტრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. განვითარება ხდება ფრუსტრაციის დროს, იმიტომ რომ შეწინააღმდეგება არის, ნახე, არა მითხრეს, ეხა ახალ გზებს მოვძებნი. ესე მითხრეს, რაღაცა ცუდი ფიდბექი დამიბრუნეს რაღაცაზე, ეხა კიდე ვეცდები და კუნთები მივითარდება ამასობაში რა. გარდა იმისა, რომ ფრუსტრაციის დროს როგორი, თქვათ, ქიმიური ცვლილებებიც მიდის ფსიქიკაში, ეს არის აუცილებელი ჯანსაღი ფსიქიკისთვის. ვიცით ეს და აი მაგალითად ის რო არის ყინულის კაცი ვიმ ჰოფი. ეგ იყო დეპრესიაში და როგორ გამოვიდა დეპრესიიდან, ცივწყალში დაიწყო ჩასვლა. ცივწყალში ჩასვლა ეხლა სხეულისთვის რო პირდაპირ ფრუსტრაცია, ამას რა თუნდა ლაპარაკი, ხო? ჩვენ ყველას გვსიამოვნებს და ყველა ცოცხალ ორგანიზმს თბილ წყალში რო ჩადიხარ და რაღაცა ესე სასიამოვნოთ რო ხარ. მაგრამ ადამიანმა ნახე დაინახა და იგრძნო, რომ უსიამოვნება მის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობდა და ჩავიდა ამ ყინულიან წყალში, ჯერ 1 წუთი, მერე 5 წუთი, მერე 10 წუთი. ეხლა მგონი უკვე 1 საათი შეუძლია ყოფნა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ყველანი უნდა ვიმჰოფები გავხდეთ. მაგრამ ჩვენ 21 საუკუნის ადამიანებს ცნობიერება მოგვეთხოვება. იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ თავს ვექცევით ასე ახლა. აი ადრე ხომ მშობელი გვექცეოდა ასე რომ ვაიმე ოღონდ შენ არ იტირო და არ ინერვიულო, ნუ გაიკეთებ ცოფის აცრას. მე ახლა ვაზვიადებ, რომ გაჩვენოთ ფენომენი. თორე ცოფის აცრას თუ არ გაკეთებინებს მშობელი, იმიტომ რომ არ გეწყინოს, ეგ უკვე ფსიქოპათოლოგიის დარგი არის და არა რაღაცა ნევროტული ამრიდებლური სტილი, ხო? მაგრამ ესეთებიც არსებობს კი. ხო და თუ ესეთ გარემოში იყავი, ეხლა შესაძლოა შენ თავს ექცევი ასე რომ ვაიმე ეხლა გარეთ ცივა და მოდი მე ოთახში ვიჯდები, იმიტომ რომ გარეთ ცივა. ან მოდი ავტობუსში არ ავალ, იმიტომ რომ იქ შეიძლება ვიღაცა უხეში ხალხი დამხვდეს და რაღაცა მითხრან, ისეთი რომელიც არ მესიამოვნება. მოდი
არ ჩავაბარებ უნივერსიტეტში, იმიტომ რომ ვიღაცა დეგენერატი ლექტორი იქნება და შენიშვნას მომცემს და მე რაღაცნაირად ფრუსტრირდები და მეწყინება. მოდი ურთიერთობაში არ შევალ, იმიტომ რომ ღმერთმა უწყის ის მეორე ადამიანი რას მეტყვის ერთ დღესაც და შევა გული მატკინოს, ნახე და ანუ მთელი ჩემი ცხოვრება აგებული არის ფრუსტრაციის არიდებაზე, ესე გამოდის. და აღარ ვითარდები. სასიცოცხლო ენერგია მაკლია, აი ხო ვითომ აი მაში ვარ, რა ქვია, კომფორტში ვარ, რომ ფრუსტრაციები კარგად ავირიდე რა. თან ადამიანი თუ ნიჭიერია, მით უმეტეს აირიდებს. ძალიან კარგად შეუძლია ნიჭიერ ადამიანს უდიდესი ბუშტი შექმნას, ისე რომ იქიდან, რა ვიცი, მთელი ცხოვრება ვერ გამოვიდეს რა. და მეორე მხრივ რა გავაკეთე? ანუ ეს ფრუსტრაცია, რასაც მე ვეხები, აქ იღვიძებს ჩემი დაცვა, აქ იღვიძებს ჩემი აგრესია, აქ იღვიძებს ჩემი უნარები, რომ გადავლახო ეს ბარიერი. ანუ მაფხიზლებს რა ეს წინაღობა. და ამას ვირიდებ და მინდა გითხრათ, რომ აი ხა მოდი გლობალურად შეხედეთ რა, იმიტომ რომ აი როგორც ოჯახში თქვა, შობილსა და შვილს შორის შეიძლება იყოს ფსევდომეგობრული ურთიერთობა და ამიტომ შვილს მერე პრობლემები ეწყება და როგორც შეიძლება ადამიანი თავის მიმართ იყოს ეგრე ფსევდომეგობრულად განწყობილი და ავტობუსში ვეღარ ავიდეს ამის გამო, ისე ახლა მოდი შევხედოთ მასე სოფლიო რუკაზე რა ხდება. სოფლიო რუკაზე არის ქვეყნები, რომლებიც ცდილობენ, რომ ფრუსტრაცია აირიდონ მასშტაბურად. და რა ჭირთ ამ ქვეყნებს? რა მდგომარეობაში არიან ეს ქვეყნები, ნახე? მოდის მათთან ველური აგრესიული ხალხი, სახლდებიან იქ და მათ კულტურას ჭამენ. პირდაპირ ეს მიმდინარეობს, ამას უყურებთ ახლა ჩვენ. და იმ ველურ, ასე ვთქვათ, ბჭყალებში ხალხს, იმათ კიდე ენ რაოდენობით ფრუსტრაცია აქვთ დაგროვილი. ძალიან დიდი რაოდენობით ფრუსტრაცია და იმდენად ბევრია ზოგჯერ ეგ ფრუსტრაცია, რომ როგორ გითხრა, აი მართლა კბილებით დაღეჭავენ და დაკვნიტავენ რკინას და მათთვის ბარიერი არ არსებობს უკვე. იმხელა ფრუსტრაცია აქვთ გამოვლილი. და ეს მათ მუხტს და ბრძოლის უნარიანობას ძალიან მაღლა წევს რა. რა თქმა უნდა, ეგეც მეორე პოლუსია და ნამეტანია და იმიტომაც არის, რომ ხშირად მერე სოციოპათიურ ველში არიან ხოლმე. ანუ ვაფშე კიდია ყველა და ყველაფერი მე გადავრჩე. ესე აზროვნებს უკვე ბევრი დიდი დოზისგან, მაგრამ აქეთ ამ ხარეს კიდე სუსტი დოზა არის. შვილო, შენ ეს რა ქვია, სკოლაში დაისტრესე, რაღაცისგან დაისტრესე, მოდი ფსიქოლოგთან იარე, იმასთან იარე, ამასთან იარე. ეხლა ხო ცოტა პარადოქსულ რამეს ვამბობ, მაგრამ ესე არის ევროპა დღეს მოწყობილი. ყველაფერზე, აი როგორ გითხრა, ბამბასავით, ნაზად და ესე არიან განწყობილები და ვერ ხედავენ, რომ ეს საკმაოდ მძიმე შედეგების მომტანი არის მათთვის. რომ ყველანაირად აირიდეს ეხლა მაგათ ყველა ფრუსტრაცია და რაციონალური ტვინი, რა თქმა უნდა, ამას კარნახობს და აქეთ მიდიან ეხლა, რომ უფრო მეტი კომფორტი გვინდა, ვიღაცები დეპრესიაში არიან, ესე იგი კომფორტი აკლიათ და კიდე მეტი კომფორტი და ამ გაუცნობიერებელ წრეზე ტრიალებენ. და იქ არის მერე კატეგორია ხალხის. ნახეთ, მე 3 წელი ვცხოვრობდი საფრანგეთში და იქ გავიცანი ქართველი ემიგრანტები რა, ახალი ჩასული ტიპები. და ეხლა ნახე როგორი განსხვავება არის. ძველი ჩასული ქართველებიც არიან იქ და ფრანგებსაც ვიცნობდი, რა თქმა უნდა. ახალი ჩასული ქართველები, რომლებიც ჩავიდნენ, არ ვიცი, 90-იან წლებში დენი რო არ ქონდათ და გაზი რო არ ქონდათ. აი, როგორც ტყვიასავით არიან მოჭიმულები და ყველაფერს გააკეთებენ და ასე იზავენ, ისე იზავენ და გამოიყვანენ საქმეს რა და განვითარდებიან. იმიტომ რომ ძალიან დიდი ზურგი აქვთ იმ ფრუსტრაციებისგან, რაც მიიღეს. ცოტა ბევრიც არის, მაგრამ ფენომენს აღწერ ახლა და იქ ვინც არიან უკვე დიდი ხანია, მეორე, მესამე თაობის ქართველები, ხო? ეგენი წვანან. ლამის არის პამპერსები უკეთიათ. იმიტომ რომ იქ სახელმწიფო ეხმარება, იქ რაღაცა ისა, ეს ყველაფერი ახლა გაუცნობიერებლად დედის ძუძუა. დედის ძუძუ აქ არის და რა თქმა უნდა ახლა მე წვალება რომ საჭმელი მოვიპოვო, ნახე. აგერ არ არის დედის ძუძუ. და მთელი ევროპა ამაზე არის, ამ სისტემაზე არის აწყობილი, რომ სახელმწიფო ეხმარება საწყალ ხალხს, ისე რომ იმ საწყალ ხალხს ურჩევნია რომ იყოს საწყალი. აღარ უნდა იმას მოძრაობა, იმიტომ რომ ყველაფერი აქვს გენაცვალე. ევროპაში ღარიბებს რო უყურებდი, მეცინებოდა ხოლმე. ანუ რაზე ნერვიულობდნენ, იცი, პორშე რატო არ მყავსო? ამას ნერვიულობს ხოლმე ევროპაში ღარიბი ადამიანი, იმიტომ რომ ყველაფერი აქვს. ტანსაცმელი აქვს, ფეხსაცმელი აქვს, ბინა აქვს, მანქანა ყავს, დასასვენებლად დადის, როგორ ყველაფერს აკეთებს რა, აბსოლუტურად. ეს არის სიღარიბე იქ, ესე გამოიყურება და ამიტომაც მუხტი ახლა ნახე, რომ გადავლახო რაღაცა ბარიერები და ისინი იქ უკვე აღარ რა თმინდა ბარიერის გადალახვა, წევარ. ანუ კომფორტმა შექმნა დეპრესია. ეს არის რეალობა.
ეს ახლა როცა ქართველი ადამიანებისთვის ამიხსნია ხოლმე, ხო სასაცილოდ არ ყოფნით, იმიტომ რომ აქ ახლა იმხელა დისკომფორტი გვაქვს ჩვენ ყოველდღიურად, რომ ეს ნამდვილად არ გვემუქრება ჯერჯერობით. პირიქით, ანუ ამ სირთულეში არა ვართ ეკონომიკურად, როგორც ქვეყანა. რომ აი ისეთ კომფორტში ვართ, რომ ეხლა უკვე ვიძინებთ რა, ასე არა ვართ, მაგრამ ეხლა ჩვენთანაც რომ შევხედოთ, აბა რა ხდება. პოლიტიკას უნდა გადავწვდე რა ვქნა. ეხლა ნახეთ როგორი სიტუაცია. ვინ არის ხალხი, ვინც მხარს უჭერს, რომ გაგრძელდეს ის პოლიტიკური კურსი, რაც გვაქვს. ის ხალხი, ვინც იღებს სოციალურ დახმარებას, ის ხალხი, ვინც ზის პენსიაზე, ის ხალხი, ვინც მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურაში სასაცილო ხელფასზე, ხო? მათ ჭიპლარით აქვთ მიწვდილი საარსებო მინიმუმი და გამოცლილი აქვთ ფრუსტრაციის უნარი, რომ არა უშავს მე თუ ცოტა ხანი ფული არ მექნება, გავქაჩავ. გავაკეთებ რაღაცას, ჩემ ბიზნესს ავაწყობ, იმას ვიზავ, კარდაკარ დავივლი და რაღაცებს იმას ვიზავ, შევთავაზებ ხალხს სერვისს და არ დავიკარგები, ესე არ არის, ნახე? რამე შველება სამსახურიდან თუ გამაგდებენ და 400 ლარი ხელფასი თუ არ მექნება, ვაი, ნახე? ესეთი მდგომარეობა, იმიტომ ფრუსტრაციას არ არის მიჩვეული. ფსიქოემოციურად, თორე ეკონომიკურად ჩვენზე ფრუსტრირებული ერი მეორე არ არის, მაგრამ ფსიქოემოციური საყრდენი არ არის მოცემული, იმიტომ რომ მშობლებმაც ესე, ნახე, ბიძა შენი მოგაწყობს სამსახურში, მერე მამიდა შენი მოგაწყობს, მერე ბებია იმას გიყიდის მანქანას, მერე ბაბუა იქიდან საბერძნეთიდან გამოგიგზავნის ფულს და ჭიპლარი, დედის ძუძუ და დედის ძუძუ. და ფრუსტრაცია არ დგება. და რო არ დგება ეს ფრუსტრაცია და ბუშტში რო ადამიანი გაზრდილი, გამოიცნობთ ალბათ რა ხდება. მას ფობიურად ეშინია ფრუსტრაციის და სირთულის. და სირთულის როცა ეშინია, დამოუკიდებლობა იკარგება, ვინც მისცემს პამპერსებს და ჭიპლარს, იმაზე იქნება მიჯაჭული. და ამ მდგომარეობაში არის დღეს ცოტა კრიტიკული ვარ, მაგრამ სამწუხარო რეალობა არის, რომ საქართველოში საკმაოდ დიდი ნაწილი მოსახლეობის აი ამ ჭიპლარში არის ჩახვეული და იმას კი ვერ ხვდება, რომ ჭიპლარზე დიდხანს ყოფნა სიკვდილია. ეს შემოეხვევა ადამიანს და აღრჩობს. არაფერი არ არის უფასო ამ სამყაროში, ფასი ხდი მაინც იმაში, რომ აი ესე პასიურად პამპერსებს და ჭიპლარს ელოდები ცხოვრებაში, ამაში ფასი იქნება. ნახეთ, ორი ვარიანტია, ან დისკომფორტს ადამიანი აირჩევს, როგორც ტრენაჟორს, და ამ დროს იწონასწორებს თავს, რომ ოკეი, არაუშავს, აი პირობითად 30 წლის ვარ და ფრუსტრაციას არ ვარ მიჩვეული. ხო, მოდი გადავწყვეტ ახლა დღეს და ისე ვიზამ, რომ პირიქით აი ბევრი ფრუსტრაცია მოვიზიდო რა, შევეხები ამას ნეგატივს. და ხო, მეტკინება ძალიან, იმიტომ რომ მიჩვეული არ ვარ. ნახე, როდესაც დიდი ხანი არ ვარ მიჩვეული, მტკივნეული იქნება, კი. მაგრამ მოდი ახლა გადავწყვეტ და არ მოვკვდები რა, გადავრჩები ცოცხალი და ახლა შევეხები და ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მეოთხეთ ფრუსტრაციას ვიგრძნობ, მაგრამ ის აღარ მომიცავს. ისევე როგორც კომფორტი მომიცავდა ადრე, ხო? ასევე მომიცვა თავიდან რომ შევეხე ფრუსტრაციამ და ახლა აღარ მომიცავს. რაღაც ნეგატიური მესროლეს, ოკეი. ლიმონი მესროლეს, ლიმონაც გავაკეთებ, არ არის პრობლემა. მიხდი როგორ იცვლება. და ასევე არის მცენარეც, აი პირდაპირ მცენარე არაჩვეულებრივი მაგალითია. არასოდეს თუ არ გადაგიჭრია, პირველი გადაჭრა მტკივნეულია. ხო, უჭირს იქიდან გამოძრომა, მაგრამ ეხა ყოველ წელს რო ვჭრით ხოლმე, აი აკაციებს ვჭრით ხოლმე მაგალითად კახეთში. გადაჭერი, მეორე წელს 3 მაგხელა დაგხვდება. ძირში მოჭერი 4 ნერგი იქნება ამოყრილი. წვერი გადააჭერი, გამოიხედე ერთ თვეში და 3 იმხელა წვერი აქვს, ნახე? კიდია. გადაჭერი რამდენიც გინდა. აი ეს არის ჯანსაღი მდგომარეობა, ასე მიიღწევა რა, ფრუსტრაციასთან შეხებით. კიდე აი სკოლის მეთოდებზე რო გითხრათ ახლა, საქართველოში როგორი მეთოდიკა არის ხოლმე სკოლაში. მე რასაც დავკვირვები ვარ, ანუ ევროპა ამ ხრივ ცოტა უფრო მაფრუსტრირებელი არის და ამერიკა კიდე უფრო მაფრუსტრირებელია, რომ აი მაგალითად ახლა საქართველოში სკოლაში ვინც შედის, ყველა ამთავრებს, ესეა, აბსოლუტურად ყველა ამთავრებს სკოლას. ევროპაში ასე არ არის. ევროპაში თუ ვერ დაწერა გამოცდა, ვერ დაამთავრებს და აქედან ტრაგედიას არ ქმნიან, ნახე, არაუშავს ვერ დაამთავრა სკოლა. რა მოხდა მერე? ესეც ფრუსტრაციის ნაწილია. ამერიკაშიც ასე არის, შეიძლება საერთოდ ფული არ იყო და ვერ ჩააბარა სკოლაში, კოლეჯში. რა მოხდა მერე? ანუ არ ხედავენ ტრაგიკულად წინაღობას.
და ეს განაპირობებს, რომ ბიზნესის კუთხით უკვე ეს ხო ფაზლია, რაღაცაში უჭირს ყველა ქვეყანას, რაღაცაში ძლიერია, ხო? რომ არსებობ ნიშნავს, რომ რაღაცაში ძლიერი ხარ, ისე ვერ იარსებებდა და აი ევროპაში ეს ფრუსტრაციის ამტანობა მაგალითად აქვს საქმეში. შეუძლიათ ბიზნესს გააკეთებს მაინც, 9 კლასის განათლება, მაგრამ რა პრობლემაა? სამაგიეროდ მე ვიცნობ სხვათა შორის ეგეთ ევროპელებს, ვისაც აქვს 9 კლასის განათლება და აქვს ძალიან დიდი კარიერა ბიზნესში, აქვს კერძო სახლი, რაც ძალიან რთულია ბელგიაში მაგალითად ტყისპირას და აშენებული აქვს თავისი კარიერა და აქვს მომუშავე ბიზნესი, ყავს ლამაზი ცოლი და შვილები და ეკითხები რა განათლება 9 კლასი აქვს დამთავრებული, იმიტომ რომ ვერ ჩააბარა გამოცდა და კიდია რა. მიხდი? ამისგან არ ქმნის ტრაგედიას. ხო და ჩვენთან რატო არო ყველა ამთავრებს სკოლას? იმიტომ რომ ჩვენთან ტრაგედიას შექმნიდნენ აქედან, ძალიან დიდს. ტრაგედია უგმიროთ. და ამის გამო ხო რაღაცნაირად არიდება ხდება იმისა, რომ ვინმე სკოლა ვერ დაამთავრა, ვაიმეა რა. უდიპლომო სასიძოც გავიხსენოთ. ცოტა რომ გავიხუმროთ ამ თემაზე. არა უშავს თუ ადამიანს დიპლომი არა აქვს რა, არ კვდება. და შეიძლება ძალიან ნიჭიერია და უდიდეს რაღაცებს აღწევს სულ სხვანაირად. არ არის ყველასთვის ეს დიპლომები და სერტიფიკატები. რაღაცა კუთხით შეიძლება ნეგატივიც კი დაინახო მაგაში, რომ შტამპში ზის. და თავისუფალი ხალხი და ნიჭიერი შტამპისგან ცალკეა ხოლმე რა მოცემული. ესეც არის. მოკეთ იმის თქმა მინდა, რომ ფრუსტრაცია კონტაქტის ნაწილია, თუ არ გაქვს ჩვევა ფრუსტრაციის და ეხლა ფრუსტრაციას რა იწვევს? უარყოფა, უარის თქმა, რაც გინდა ის რო არ გამოდის, შენიშვნის მიღება, რაღაცა ნეგატივი რო გესროლეს მაშინ როცა არაფერ შუაში არ იყავი, ესეც ხდება, ხო? ან პირობითად პასუხისგებლობა, მაფრუსტრირებელია ძალიან. პასუხისგებლობის აღება, რა თქმა უნდა, იმ რაღაც თავისუფლების განცდას ცოტა არ იყოს, არ ყევს და ესეც მაფრუსტრირებელია. ხო და თუ ამ ყველაფრის გამოცდილება არა გაქვს, შეგიძლია შენ თვითონ გახდე შენი ცხოვრების შემოქმედი და დაიწყო ამ გამოცდილებების შეგროვება. რაღაცნაირად გამოიწვიო კიდეც ეს გამოცდილებები და ნახე როგორ განგივითარდება ხესრო შევადარო ტოტები და ვარჯი და ფესვები. ათმაგად გაგიძლიერდება და შენი ზრდა გახდება სწრაფი. და აი ეს გზა ზუსტად სადაც ნეგატიურ რეალობასთან შეხებაც ოკეია და მისაღებია, არის წონასწორობის გზა. და წონასწორობა ვიცით, რომ არის ყველა რელიგიაში თუ სულიერ სწავლებაში თუ ფსიქოლოგიაში თუ ყველგან იმის საწინდარი, რომ ადამიანი ჯანსაღად იგრძნობს თავს და მისი ცხოვრება იქნება სავსე. აი ესეთი ამბავია მეგობრებო ფრუსტრაციასთან დაკავშირებით, თუ კითხვები გაქვთ დამიწერეთ. შეიძლება რომ ადამიანმა რაღაც გააცნობიეროს ნამდვილად, ოღონდ ანუ თუნდაც რაღაც გულწრფელად აღარ მოეწონოს და მაინც იგივე გააგრძელოს. ფიქრობ ადამიანები რეალურად ვერ აცნობიერებენ და ამიტომ ვერ ცვლიან რეალურად მოსწონთ ისე როგორც არის. უბრალოდ ჩემი თავიდან გამომდინარე საუბრობ, თუ კი რაღაც ადვილად ვიგრძენი რომ ცუდია, ეს ან შინაგანად მართლაც არ მომწონს, ისე უბრალოდ ვეღარ გავაგრძელებ, უბრალოდ ძველებურად მოქცევა. თუნდაც ქმედება არ შემიძლია. სამსახურიდანაც წამოსულ ვარ, როცა რეალურად გავაცნობ, რომ ეს მართლა არ მომწონს. ეს უკვე ცუდი. არ ვიცი რამდენად გადმოვეცი. ოკეი. მადლობა მაია ამ კომენტარისთვის. აჰა. კი, შეიძლება რომ ადამიანმა რაღაც გააცნობიეროს და აღარ მოეწონოს ის რაც გააცნობიერა მიხვდეს რომ არ უნდა ამის კეთება და მაინც გააგრძელოს ეს ქცევა. შესაძლებელია, ბევრი რამის გამო, იმის გამო რომ მიჩვეულია, იმის გამო რომ ფრუსტრაციას ირიდებს რომ გაჩერდეს, ნახეთ, კიდე რა არის მაფრუსტრირებელი ცხოვრებაში სიახლე. ანუ თუ ფრუსტრაციის მიმართ კანი არა მაქვს მე მიჩვეული, ხო, სიახლეს ვეღარ, ანუ საშიშია სიახლე. სიახლეს სულ მოაქვს რისკი, აი ცვლილებას. ამიტომაც აი არსებობს ესეთი ტესტი საერთაშორისო ხე სახელი დამავიწყდა და 4 კრიტერიუმია შიგნით და ერთ-ერთი არის თუ სწორად მახსოვს, ну ყოველ შემთხვევაში აქ თუ არა სხვა ტესტში ნამდვილად არის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ასე ვთქვათ შეფასება როცა მიდის, ერთ-ერთი არის ხოლმე რომ ფრუსტრაციასთან როგორ უმკლავდება ფრუსტრაციას ადამიანი. ანუ იმას რომ რაღაცა უნდოდა და არ გამოვიდა
და რაღაცა სხვა მიიღო, რაც მისთვის უსიამოვნოა, ხო, შედეგად. აი ამას რას უშვება მერე? თუ ის ამას ამუშავებს, პირობითად ემოციურად გამოხატავს, დაიცლება და მერე აგრძელებს ცხოვრებას, ან უზიარებს სანდო ადამიანებს და განიცდის და მერე გადალახავს რამდენიმე ხნის მერე და წარსულში ტოვებს. ან როგორ გითხრა, შესაძლოა ქმნის ამაზე რაიმე ხელოვნების ნიმუშს. 1000-ნაირი ვარიანტია ჯანსაღი გამკლავების რა. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ ფსიქიკა გაწონასწორებულია კარგად. და თუ ფრუსტრაციის დროს ადამიანი ტრაულში ვარდება, ლოგინში ეცემა და ვეღარ დგება, ეს ფრუსტრაცია იწვევს, რომ 10 წელი გაჩერებულია და ხელს ვეღარ ამოძრავებს ვერაფერში და ეს ამ შემთხვევაში ვხედავთ, რომ ფსიქიკას აქვს სირთულე. და აი ესე ხდება შეფასება, რომ ოკეი, აქ უფრო მეტი ინტერვენცია არის საჭირო. აქ არის საჭირო, რომ ნელ-ნელა გაიზარდოს პიროვნული მესაზღვრები ადამიანში, რომელიც მერე გააწონასწორებს ამ პროცესებს, გახდება შემოქმედი საკუთარი თავის და არა პასიური მიმღები იმისა, რასაც ცხოვრება ესვრის. ლიმონი მესროლეს ცუდ ხასიათზე დავდექი, რაღაც ტალახი მესროლეს მეწყინა ლოგინში ჩავვარდი, ყვავილები მესროლეს გამიხარდა და ბედნიერი ვარ. ნახე, ეს არის რეაქტიული ფსიქიკა. და შეიძლება არ მესროლონ ყვავილები და ტალახს რომ მესვიან, რა მეშველება. თუმცა, კაი ამბავი აქ ის არის, რომ რაც არ უნდა რეაქტიული იყოს ფსიქიკა, და არა შემოქმედებითი, ხო? იქ შემოქმედებითი მე აუცილებლად არის. პატარა გაღიზიანება ჭირდება, რომ გაიღვიძოს და ხო, არც ისეთი რთული პროცესია, ესე გარედან როგორც შეიძლება წარმოიდგინოთ. აუცილებლად მოცემული არის შემოქმედი მე. კარგით, აბა კიდე რამე კითხვა ხომ არ არის? კოგნიტური დისონანსია ეგ. ოკეი, მადლობა გიო, მიხარია თუ ბევრი ისწავლე. ხო, კოგნიტური დისონანსი ხა ადამიანებისთვის ჩვეული თემა არის. ყველანი ვატარებთ გარკვეულწილად კოგნიტურ დისონანსებს და მთელი ცხოვრების პროცესია, რომ ეგენი დამუშავდეს და კიდევ ახლები მერე წარმოიქმნება ხოლმე. ამით არის საინტერესო. კარგით, აბა ამას დღეს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.